უეცარი სიკვდილის სინდრომი. თვითმკვლელობად გასაღებული შემთხვევები პუტინის უკრაინაში შეჭრის შემდეგ სერიულ სახეს იღებს. ბოლო მსხვერპლი რუსულ პოლიტბიზნეს ელიტიდან გაზეთ „პრავდას“ ყოფილი რედაქტორი ვიაჩესლავ ლეონტიევია. ის მოსკოვში საკუთარი ბინიდან გადმოვარდნილი იპოვეს. პუტინის გამოძიების ვერსიით მიზეზი ნერვული შეტევაა. თუმცა უცხოურმა პრესამ ლეონტიევი იმ საეჭვო და ბუნდოვნებით მოცულ გარდაცვლილთა სიაში შეიყვანა, რომელიც 20-ზე მეტს აღწევს. სექტემბრის ბოლოს მოსკოვთან ახლოს ტყის მახლობლად საკუთარ მანქანასთან გზაზე იპოვეს ალექსანდრე ტუნინის ცხედარი. ის სახელმწიფო ბირთვულ გიგანტ როსატომთან აფილირებული რუსული ნახშირბადის ბოჭკოებისა და კომპოზიტების კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი იყო. ცხედართან იქვე იყო სანადირო თოფი და წერილი, რომელშიც ხანგრძლივ დეპრესიაზე მიანიშნებდა. ძალა აღარ მაქვს. კრემლისტური მედია კვლავ სუიციდზე ალაპარაკ. სექტემბერშივე საეჭვო გარემოებებში გარდაცვლილი ბიზნეს ელიტის კიდევ ერთი წარმომადგენელი იპოვეს. 43 წლის ალექსეი სინიცინი. კალინინგრადთან ახლოს ხიდის ქვეშ მოკვეთილი თავით ნახეს. გამოძიება თვითმკვლელობის ვერსიაზე ლაპარაკობს. სინიცინი კალიუმისა და მაგნიუმის მომპოვებელი კომპანია კ-პოტაშ სერვისის აღმასრულებელი დირექტორი იყო. ასევე წელს ორი რუსი პოლკოვნიკი იდუმალ გარემოებებში გადმოვარდა. ერთი დაიღუპა, მეორე მძიმედ დაშავდა. სასამართლო ექსპერტიზის სპეციალისტი პოლკოვნიკი ალექსეი ზუკოვი სიცოცხლისთვის იბრძვის. ის 12 მეტრის სიმაღლის სააბაზანოს ფანჯრიდან გადმოვარდა. სიმაღლიდან ვარდნას ვერ გადაურჩა არტურ პრიახინი, ყოფილი პოლიციის პოლკოვნიკი, რომელიც ბოლოს ანტიმონოპოლურ სააგენტოში მუშაობდა. მოსკოვში რუსეთის სატრანსპორტო სამინისტროს შენობაში თათბირის მსვლელობისას მაღალჩინოსანი ალექსეი კორნეიჩუკი უეცრად გარდაიცვალა. 42 წლის კორნეიჩუკი რკინიგზის ტრანსპორტის სააგენტოს სამმართველოს უფროსის მოადგილე იყო. მედიის ინფორმაციით თათბირის დროს კორნეიჩუკი ფეხზე ადგა, შემდეგ დაეცა და ადგილზე გარდაიცვალა. რამდენიმე საათით ადრე გავრცელდა ინფორმაცია რუსეთის ტრანსპორტის მინისტრის რომან სტარავოიტის სიკვდილის შესახებ. რუსული სახელმწიფო მედიიდან გაირკვა, რომ თავი მოიკლა რუსეთის ტრანსპორტის მინისტრმა რომან სტარავოიტმა, რომლის ცხედარი ოდინოცოვოს რაიონში მინისტრის ავტომობილში აღმოაჩინეს. სტარავოიტი პუტინმა 7 ივლისს გაათავისუფლა, მისი ცხედარი რამდენიმე საათის შემდეგ იპოვეს. გამომძიებლები ამბობენ, რომ მინისტრმა თავი მოიკლა, მაგრამ არსებობს ეჭვი, რომ ის უკვე აღარ იყო ცოცხალი პუტინის მიერ თანამდებობიდან გათავისუფლების დროს. ანდრეი ბადალოვი, სახელმწიფო ნავთობსადენების კომპანიების ხელმძღვანელი, ოფიციალური ვერსია გადმოვარდა ბინის ფანჯრიდან მოსკოვში. რუსული ნავთობინდუსტრიის გავლენიანი ფიგურა, 62 წლის ბადალოვი მსოფლიოში ყველაზე დიდი ნავთობმილსადენის მფლობელი კომპანიის ტრანსნეფტის ვიცე-პრეზიდენტი იყო. კომპანიის ხელმძღვანელობას ახლო კავშირი აქვს კრემლთან. ვიტალი რობერტუსი, რუსეთის უდიდესი კერძო ნავთობკომპანიის ლუკოილის ვიცე-პრეზიდენტი, მოსკოვის ოფისში ჩამხშვალე იპოვეს. 54 წლის რობერტუსი კომპანიის მეოთხე ტოპ-მენეჯერია, რომელიც უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ მოულოდნელად გარდაიცვალა. რავილ მაგანოვი, ლუკოილის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე, მოსკოვის ერთ-ერთი საავადმყოფოს ფანჯრიდან გადმოვარდა. მაგანოვის საეჭვო გარემოებებში გარდაცვლილთა სიაში ყველაზე გავლენიანი ადამიანი იყო. კრემლისტური მედია თვითმკვლელობაზე წერს. წყაროთა ნაწილი ამტკიცებს, რომ ის საავადმყოფოს ფანჯრიდან გადმოაგდეს. ლუკოილი ერთ-ერთი პირველი მსხვილი რუსული კომპანია იყო, რომელმაც უკრაინაში დაწყებული